ქუთაისში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების სასჯელ აღსრულების დაწესებულების მსგავსად დახურულ ზონას წარმოადგენს. მკაცრად გაკონტროლებული ტერიტორიიდან ინფორმაციის გამოტანის ორი გზა არსებობს. ინდუსტრიულ ზონაში ოფიციალური პირების ვიზიტისა და დასაქმებულთა საპროტესტო აქციის სახით. სწორედ აქციის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქართულ-ეგვიპტური საწარმო Fresh Georgia-ს გახსნის დღეს გაცემული დაპირებები მილიარდიან ინვესტიციებსა და ათეულათასობით დასაქმებულებზე დაპირებად დარჩა. გასული წლის 7 მაისს საწარმოდან დათხოვილმა 400-მდე მუშამ ქარხნის წინ აქცია გამართა. ისინი კომპენსაციის სახით 6 თვის ხელფასის გადახდას და სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. ხელფასს არავინ არ გვიხდიდა, მივყავდით იქედან ჩამოყვანილი არაბების სახლებში, იმგენსაც რომ დაქირავებული აქვთ ქუთაისში ბინები და იმგენის დასალაგებლად მივყავდით ჩვენ. დამლაგებელი ქალები. ინტენსიურად ხდებოდა ეს? ინტენსიურად აღარ შეიძლება თვეში ერთხელ ყოფილიყო, 2 ქალი, 3 ქალი. 4 სართულიანი სახლი იყიდეს სადღაც ქალაქის ცენტრში წერეთელზე და იქ ვიყავით 1-8 ქალი. იმისა რომ მიტოვებული სახლი იყო, იყიდეს 4 ანაზღაურების გარეშე. გარეშე, რა თქმა უნდა. ანაზღაურება, კი, ერთი ხაჭაპური. არა. მე თქვენ მუშაობთ ჩემთან და გიხდით ხელფასს. ვალდებული ხართ. ვალდებული ხართ? ეს ტარგეტზე. არა, ნამდვილად არ წერია ეს ხელშეკრულება არც აქვს. Fresh Georgia-ს ყოფილი თანამშრომლებისათვის აუხსნელ ოცნებად დარჩა ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელის მიხეილ თიგიშვილის დაპირება, რომ გათავისუფლებულებს სამსახურში 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღადგენდნენ. მეგატივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა, თუმცა ადგილზე ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. მიზეზად ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე მოდერნიზაცია დაასახელეს. ქუთაისში და უბრალოდ მოდერნიზაცია ქარხანაში არ შეიძლება. მოდერნიზაცია ჯერ ქარხანაში არ ხო, არ შეშვებით ვერ შეგიშვით. Fresh Georgia-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ჩინურ მხარეს ეკუთვნის. მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს Fresh Georgia-ს მსგავსად სიამოვნებით არც აქ პასუხობენ. ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის კარი მედიისათვის ჩინური ნაწარმის გამოფენაზე გაიხსნა, რომელსაც ჩინეთის დელეგაციასთან ერთად იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე გაჟღერებული ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად ჩინური მხარის გადაწყვეტილებით ზონაში მდებარე ის სასტუმრო დაიხურა, რომელშიც ადგილობრივები იყვნენ დასაქმებული. მნიშვნელოვანი გზავნილები იყო ჩვენს მიმართ, რომ მზად არის დღეს ჩინეთის საელჩო და ჩინეთის სახელმწიფო განახორციელოს მძლავრი ინვესტირება ქუთაისში როგორც ყოფილ ინდუსტრიალურ ზონაში და ამავე დროს ჩემი თხოვნა იყო და ჩვენგან წარდგენილი იქნა წინადადებები, რომ იმერეთი არის სერიოზული მნიშვნელოვანი აგრარული ნაწილი ჩვენი ქვეყნის და ვიმედოვნებთ მათი გამოცდილება და ამ სფეროში წარმოება მხარდაჭერილი იქნება იმერეთისათვის. კანონი, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობას არეგულირებს 2007 წელს არის მიღებული. აღნიშნული კანონის თანახმად ინდუსტრიული ზონის ხიბლი იმ შეღავათებში მდგომარეობს, რომელსაც სახელმწიფო ინვესტორს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების კუთხით სთავაზობს. ამავე კანონში არაფერია ნათქვამი დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და მათ დაცვაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისში კანონის ხარვეზით ხსნიან იმ ფაქტს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებულთა გარკვეული ნაწილი სამსახურის დატოვების გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით იღებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ არის საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილება, რომელიც ანთავისუფლებს თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში შექმნილ საწარმოებს მოგების გადასახადიდან, დღგ-ს გადასახადიდან, არა აქვთ ქონების გადასახადი და მათ აქვთ განსხვავებული საგადასახადო კოდექსი, მაგრამ რაც შეეხება შრომით უფლებებს, შრომის უსაფრთხოებას, დასაქმებულთა უფლებების დაცვას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არავითარი მუხლი და პუნქტი არ დევს ამის შესახებ და გამომდინარე აქედან მასზე ხორციელდება საქართველოს შრომის კოდექსი და ნორმატიული აქტები, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. რაც შეეხება დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას, ეს დასაქმებულმა უნდა გადაწყვიტოს, მას ურჩევნია იმუშაოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ასე ვთქვათ, უცხოელის საწარმოში 200 ლარად, თუ ურჩევნია იმუშაოს თავისუფალ ინდუსტრიული ზონის გარეთ იგივე მშენებლობაზე და მას ჰქონდეს უფრო მეტი ანაზღაურება. ეს დასაქმებულის გადასაწყვეტი არის, ამაში ვერავინ ვერ ჩაერევა. მსოფლიოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მქონე 3000 ობიექტი არსებობს, ხოლო მათგან წარმატებული 20%-ია. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი პაატა კლდიაშვილი აცხადებს, რომ ინვესტორების მხრიდან გაჟღერებული წინადადებები თავიდანვე დაუჯერებლად ჟღერდა. ხსენებათ, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს მოხდა ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა.
მაშინ დაანონსებული იყო ის, რომ აღნიშნულ ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე 10,000 სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა, იყო საუბარი 8-12,000 სამუშაო ადგილზეც კი. იყო საუბარი იმაზე, რომ დაარსებიდან უახლოესი 3 წლის მანძილზე დაახლოებით $9 მილიარდ ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო აღნიშნული ინდუსტრიულ ზონაში. ბუნებრივია ესეთი მასშტაბის, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული ზონის არსებობა ქალაქის და რეგიონის ეკონომიკასაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა თავიდანვე რეალურად ჩანდა აღნიშნული შედეგების მიღწევის შესაძლებლობა რეგიონში, მით უმეტეს რომ ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა ასევე ფოთის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით და ეს ვთქვათ ამ პატარა გეოგრაფიულ არეაში ასეთი რაღაცების მიღწევა პრაქტიკულად ალბათ შეუძლებელი იქნებოდა და რომ აჩვენონ რომ ეს მართლაც ასე იყო. პაატა კლდიაშვილი იმ ფაქტორებსა და გარემოებებზე საუბრობს, რაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმატება წარუმატებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ზოგადად იქ მეტი ადამიანი დასაქმდეს და მოსახლეობამ დასაქმებულებამ სარგებელი მიიღონ, აუცილებელი არის რომ თავად ინდუსტრიული ზონები იყოს წარმატებული, ბევრი კომპანია იყოს, ბევრი იწარმოებოდეს და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტორი განაპირობებს აღნიშნულ ასე ვთქვათ გარემოებას. უპირველეს ყოვლისა ის რომ დავუშვათ როცა ინდუსტრიული ზონები იქნება როგორც წესი ინდუსტრიული ზონის შიგნით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სახელმწიფო იღებს ხოლმე პასუხისმგებლობას, საკმაოდ ძვირიჯდება და ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა, თავად ასე ვთქვათ კერძო კომპანიებს დაიკისრეთ აღნიშნული პასუხისმგებლობა. პლუს ამას ინდუსტრიული ზონები უფრო გამართლებული არის ისეთ ქვეყნებში, როდესაც რეგიონები განათანაბარი განვითარების დონით გამოირჩევიან. ერთ რეგიონში გვაქვს ინვესტიციების სიჭარბე, ხოლო მეორე რეგიონში საკმაოდ ასე ვთქვათ ნაკლებობა ინვესტიციების. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა ინდუსტრიის ყოფილ ქალაქს მოლოდინი ვერ გაუმართლა. შესაბამისად, ინდუსტრიული ზონის საშუალებით ქუთაისში უმუშევრობის დამარცხება და ქალაქისათვის ეკონომიკური ეფექტის მიცემა ქუთაისელებისათვის მითი აღმოჩნდა.